თინა ხიდაშეს დამერწმუნეთ ის ხელისუფლებაში რო ყოფილიყო ჩადგებოდა თეაწულუკიანის და კვირიკაშვილის გვერდით დადგებოდა და ისიც ანალოგიურად იტყოდა რომ ქვეყანა გადარჩა დიდ უბედურებას დიახ ასე იყო და ასეთ იყო მოცემულობა მაშინ რაც შეეხება თურმე არაფუბედურება არ არის ასე ვთქვათ პატრიარქის დელეგაციაში ვინმეს მკვლელობის თუნდაც ეს შორენა თეთრუაშვილი ყოფილიყო ოფიციალურ დელეგაციაში აი ესე წარმოაჩინა ქალბატონმა თინამ თუმე ეს უბედურება არ არის ქვეყნისთვის ნუ მე არა, მან თქვა რომ მოგვაწოდეს როგორც მაგარი ერარქიის ძალიან დაბალი წარმოდგენა შემექნა მის გამოსვლაზე. Როგორც ჩანს მას ეთერების პრობლემა აქვს და ეხლა ამ თემას ეჭირება როგორ ირაკლი არა აქვს თინას ეთერების პრობლემა ყოველთვის სასურველი რესპონდენტია მოდი ჩემ შეკითხვას მე დიდი ხანი არ მინახია ყოველ შემთხვევაში და რაშვაში ამ საქმესთან ეხლა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო ისე არ ეხლა რაშვაში ეკლესია და თინა ხიდაშელი ვერ ხვდები აბსოლუტურად ეხლა რაც შეეხება იმას რა ქვია თქვენს კითხვას თინა ხიდაშელი არის ადამიანი რომლის აზრი ყოველთვის ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის და ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი გარდა იმისა რომ ის იყო საჯარო მოხელე როგორც იურისტი ჩემთვის ის ყოველთვის წლების განმავლობაში ძალიან საინტერესოა გისმენ ირაკლი გასაგებია მაგრამ თინაზე ნუ ვისაუბრებ აღმოჩნდა მისი შეფასებები ხო შეიძლება გავიგეთ თქვენი პოზიცია მიუღებელია ჩემთვის მისი შეფასებები კი ბატონო ეხლა რაც შეეხება ჩანაწერებს მე